3,000 მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ერსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შენს თბილმრავალ ჟამი ერსა გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელს აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს ამ ფრაზას ვიმეორებ ჩვენ ყველა გადაცემაში და ნამდვილად ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული და ყველა გვარის წარმომადგენელს აქვს მიღებული მონაწილეობა, ნამდვილად აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღმშენებლობაში და აქედან გამომდინარე საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის წევრები, საქართველოს სამეფო კლუბის წევრები. ჩვენი გადაცემა მიდის YouTube არხზე და მე გახლავართ ლევან ბერაი ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი. ჩემთან ერთად ეს გადაცემა მიყავს ხოლმე თანაწამყვანი არის ვალერიან ხიმშიაშვილი, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენთან ერთად არ არის, იმიტომ რომ ავადმყოფობამ ასე ვთქვათ შემოუტია და იმედია ამ ყველაფერს გადალახავს, ყველაფერს დაძლევს და ისევ ჩვენს გვერდით იქნება სულ უახლოეს ხანში. აქედან გამომდინარე, რამოდენიმე გადაცემა უკვე მე მარტო მიწევს ამ გადაცემის საყვანა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ბატონი ვალერიც მალე შემოგვიერთდება თავისი ძალიან საინტერესო საუბრები და საინტერესო გვარებით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბატონი ვალერიანი არის ძალიან დიდი სპეციალისტი არქივებში ძიების და ძალიან ბევრი რაღაცები შეუძლია, ძალიან ცოდნია ამ საქმეს, ასე ვთქვათ რა და ძალიან გვაკლია ახლა, იმიტომ რომ ის მასალები, რომელიცაც გვაწვდის ჩვენ ვალერი, იმ მასალებს ვამუშავებთ მე ჩვენ და გაზრდით თქვენ. ასე რომ ვალერის გარეშე მიყვავს დღეს ეს გადაცემა და მინდა რამოდენიმე გვარი შემოგთავაზოთ, მაგრამ სანამ გვარებს შემოგთავაზებდეთ, მანამდე მინდა ესე იგი ერთი რაღაც განვაცხადო რა, ძალიან ბევრი ადამიანი წერს. ანუ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის, ძალიან ბევრი ისეთი სასიამოვნო სიტყვებს არიშურებთ ჩვენს მისამართით და ძალიან დიდი მადლობები მოგდის. და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. რაღაცა 95% არის კაი შეფასებები, როდესაც ესე მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ არიან გარკვეული ხალხი, კატეგორია ხალხის, რომელსაც ან ვერ გებულობენ რას ვაპარაკობთ, ან და არ უნდათ რომ გაიგონ და რაღაც კრიტიკის ქარცეთში გვატარებენ ჭყალებში, რა თქმა უნდა. რატომღაც არ მოწონთ ჩვენი ეს გადაცემები, ან აღეზიანებთ, ან და მე რაღაც პოლიტიკას შევეხი წინა გადაცემაში. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მე ხაზი გავუსვი, მე არასოდეს არ ვაკრიტიკებ, არასოდეს არავის არ ყველა ადამიანს აქვს თავისი შეხედულება, თავისი აზრი, ყველა ადამიანს გაუმაჯოს თავის შეხედულებაში, თავის აზრებში, მაგრამ შენ მე მახვევ შენს იმას, შენ სიმპათიებს და ანტიპათიებს, შენ გიყვარს დაუშვათ რუსეთი, მე არ მიყვარს რუსეთი. მაქვს უფლება რომ არ მიყვარდეს რუსეთი? თუ მაინც შენს დაკრუზე უნდა ვიცეკო და მაინც შენ თუ გიყვარს რუსეთი, მეც უნდა მიყვარდეს რუსეთი. თუ დაუშვათ შენ თუ გიყვარს ამერიკა, მეც უნდა მიყვარდეს ამერიკა. ეს რა ლოგიკაა, ვერ გავიგე. შენ გიყვარს გვერდმა მშვიდობაში მოგაყვაროს ეს ამერიკას, ის რუსეთის და ისა ვიღაცა მომწერა, ესა არც წვასო და არც შაფურსო.
რატო ფიქრობთ ასე? მე არც წვადი მინდა, არც შამპური არ მინდა, კაცო. მე მინდა საქართველო მინდა. და საქართველო მინდა იყოს ძლიერი საქართველო იყოს. ესე იგი არავისგან დამოკიდებული და იყოს აბსოლუტურად დამოკიდებელი იყოს. ჯო ვერ გავიგე მონური ფსიქოლოგია და მონური ფსიქიკა გაქვს. მაიზამაის ისე ვერძლებს და ისე არ გინდათ რომ ვიღაცის მაიზამაის ვიღაცის მათრახის ქვეშ უნდა იყოს და ვიღაცის ბრძანებლობის ქვეშ უნდა იყოს. ბიჭო, ისე ვიყოთ, კაცო. არც ერთის მათრახი არ მინდა, არც ერთის ბრძანებლობა არ მინდა და არ მინდა არაფერი, კაცო. მე მინდა ვიყო ქართველი, მინდა ვიყო მაგარი, მინდა ვიყო როგორც ვიყავი დაუშვა დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის დროს. ესეთი მინდა ვიყო. რა შედა არ გინდა? თუ მაიზამაის ვიღაცასთან უნდა ვიყოთ მიწმასნული და ვიღაცამ უნდა ვირახონოს, უფროსი ძმა უნდა იყოს, გინდა თურქეთი, გინდა ირანი, გინდა აზერბაიჯანი, გინდა სომხეთი, გინდა რუსეთი და გინდა ამერიკა, ევროპა. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველო უნდა იყოს ძლიერი, უნდა იყოს საქართველო და უნდა იყოს მაგარი თავის ფეხებზე, საკუთარ ფეხებზე უნდა იდგეს. თუ ეს საქართველოს თავის ფეხებზე მაშინ არ მინდა ეგეთი, არც საქართველო მინდა ეგეთი. არც გვარები მინდა და ვაფშე არც ისტორია არ მინდა. არ მინდა. ვიღაცა მაგრიტიკებს, რომ აი შენო რაღაცა სიმონ ეთყობა ქუთაისელი გონი ვარ, ეთყობა არა ვარ ქუთაისელი, მცხეთელი ვარ, როგორც შენ. შენი გვარი წარმომადგენელი აგერ ცხოვრობენ, აქვე აქედან რაღაცა 4 კილომეტრში. შენს და მე ერთი რაიონიდან ვარ, როგორც შენი გვარიდან ვარკვევ და თუ რაღაცა გაინტერესებს ძმაო, აგერ მცხეთაში აგროკონსორციუმი წეროვანი გაგიგიათ ალბათ. კარაქის და ყველის ქახარის ერთ-ერთი მეპატრონე ვარ, ერთ-ერთი დაფუძნებელი ვარ. ვისაც გაინტერესებთ, ვართ აგერ იმაში, აქვეა ტოლეთა დასახლებაშია ჩვენი ქახანა უკვე 30 წელი აქ ვარ. ვისაც გაინტერესებთ და ჩემთან გინდათ საუბარი, მე პირდაპირ გეუბნებით აგერ ვარ. 599291008 ესაა ჩემი ტელეფონის ნომერი. ვისაც გაინტერესებთ, ნუმლანძღავთ აქ კაცო. იქ ნუმლანძღავთ. მოდით ამელაპარაკეთ პირდაპირ და გავარკვიოთ ვინ ხართ, რა ხართ და რა გინდათ კაცო. მაპატიეთ. მე რამდენად მიწევს ეგეთ რაღაცა იდიოტობებზე და სისულელებზე საუბარი, ერთი რაღაცაა კაცო, არ მოგწონთ ჩემი გადაცემა, ბიჭო, გადართე, სხვაგან უყურე, გამორთე საერთოდ. შენს ხელში არ არის კაცო ეს. კომუნისტების დროს იყო, მაგრამ ორი არხი რო იყო, ესე ხო არ არის კაცო. 500.000 არხია. 500.000 გადაცემა, 500.000 ბლოგერია, 500.000 YouTube-ის რაღაცებია. გადართე სხვას უყურე კაცო. ტომი და ჯერის უყურე, ბოლო მე არ მიყურო. მაიზამაის რომ შემოდიხარ და ვიღაცას აკრიტიკებ, იმიტომ რომ თქვენი ბუნებაა ეგეთი რა, თქვენი ბუნებაა ეგეთი, რომ ვიღაცას უნდა უკმინო, ვიღაცა უნდა გააკრიტიკო, შენს თვალში დირეს ვერ ხედავ, ჩემს თვალში ხედავ ბეწვს. შენ თვალში ჩაიხედე. დირი ამოიღე და მე გამაკრიტიკე ჩემი ბეწვის გამო. მაპატიეთ, ისევ და ისევ მე არ მიყვარს ეგეთი, მე არავის არ ვეჩნები, ყველას თავისი აზრი გააჩნია, ყველას საკუთარ ეს ჩემი გადაცემაა, ჩემი საავტორო გადაცემაა და მე როგორც მინდა და რაც მინდა და რასაც მინდა მაგას ვიტყვი და საიდანაც მინდა იქიდან მოვაბა, ამ ყუას მოვაბა, საიდანაც მინდა იქიდან კაცო. არავის არ ვეკითხები არაფერს, კაცო, არ შეგეკითხები არაფერს. ამიტომ მიხედე შენს თავს მიხედე შენ და მე დამანებე თავი კაცო. მაპატიეთ, მე ისევ და ისევ არ მიყვარს ღიზიანდები ეგეთ რაღაცებზე, დემოკრატიულობაზე დებენ თავს და სხვისი აზრის გაზიარება არ უნდათ კაცო, გააზრება არ უნდათ, სხვისი აზრის ვერ იტანენ სხვისას, კაცო. დემოკრატია სწორედ ამას მოიცავს. სხვისი აზრის შეიძლება არ გაითვალისწინო, მაგრამ პატივცემას მოიცავს. მე ჩემი აზრი გამაჩნია, შენი აზრი გაგაჩნია და არ გაკრიტიკებს, შენი აზრი გაქვს, რაზეა ლაპარაკი კაცო. ღმერთმა მშვიდობაში მოგაყვარო შენი აზრი, ისევე როგორც მე მომაყვაროს, მაგრამ მშვიდობაში ჩემი აზრი. ჩემი გადაცემაა ეს. და როგორც მინდა ესე ვილაპარაკებ და როგორც მინდა საერთოდ მინდა იქი წავყვან ჩემ გადაცემას. არ მოგწონს ნუ მიყურებ. არ მაინტერესებს საერთოდ არ შენი აზრები მაინტერესებს და არ შენი შეხედულებები. ამ შემთხვევაში ეს ჩემი გადაცემაა და ეს არ არის სახელმწიფო გადაცემა, რომ მაინც ვიღაცამ დირექტივები დამიწესოს. ძალიან დიდი ბოდიში ისევ და ისევ გიხსნით ბოდის ჩემს ერთგულ მსმენელს და მაყურებელს, იმიტომ რომ მე ჩვენი გადაცემა თქვენზე დგას.
თქვენს მოწერილობაზე და თქვენს ისეთი ძალიან ბევრი თბილი სიტყვები მოდის თქვენთან და გზნობ ძალიან დიდ სიყვარულს და ძალიან დიდ თანაზრომას გზნობ და ეს მაბედინებს და ეს მახალისებს იმაზე რომ ესე იგი გადაცემები გავაკეთო 54 გადაცემაა დღევანდელი ჩვენი და 55 გადაცემაში საკმაოდ დიდი რაღაც 200,000-ზე მეტი ნახვა გვაქვს უკვე რა და ეს არც ისე ცოტაა შეიძლება ბევრი არ იყოს მაგრამ ცოტაც არ არის ასე იგი ვიღაცებს აინტერესებს 200,000 კაცს აინტერესებს ჩვენი გადაცემა საქართველოში და ეს არ არის ცუდი ხო და მე მინდა გადავიდე ისევ იმაზე რაზეც არის მომენტული ჩვენი გადაცემები საერთოდ მე მინდა გვარებზე გელაპარაკოთ და მოგწერეს ჩვენ რამოდენიმე გვარმა მოგწერა დღეს 4 გვარს წარმოგიდგენთ და მინდა 4 გვარის გარშემო ვისაუბროთ. ერთი რაღაცაა თუ თქვენ გაინტერესებთ გვარების გარდა და გვარების ისტორიის გარდა თუ ნებისმიერ თქვენგანს აი გვარებთან დაკავშირებით ან ისტორიასთან დაკავშირებით რაიმე თემა გაინტერესებთ შეგიძლიათ მოგწეროთ და ჩვენ განვიხილავთ. ჩვენ აი იერარქიული სტრუქტურები, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ესე იგი რა დამოკიდებული იყო სენიორსა და დაუშვათ ვასალ შორის ეგეც საინტერესო თემა და ბევრმა არ იცის და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ არასწორ დასკვნებს გამოვაქვთ ხოლმე რა ისტორიიდან და ისტორია არ არის დაუშვათ ისეთი რაღაცა რომ აუშვათ წაკითხვა უნდა, მარტო წაკითხვა კი არა, ამოკითხვა უნდა და გაგება უნდა, სწორი გაგება უნდა, იმიტომ რომ ქართველები ჩვენ ძველი ქართველები ცოტა სხვანაირად წერდით, სხვანაირად ვაზროვნებდით დღეს, სხვანაირად, იმიტომ რომ ბარბარიზმი არის ძალიან შემოჭრილი და ძალიან ბევრი რაღაცა არაქართული რაღაც იდეოლოგია, რომელიც მე-19 საუკუნეში მე იმ ხალხის გასაგონად ვამბობ, მე-19 საუკუნეში დანერგეს საქართველოში და აურიეს, ტვინი აურიეს ქართველებს ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა და ამიტომ ცოტა სხვანაირად ვაზროვნებ დღეს. ხო და სწორედ ამის გარკვევაში დაგეხმარებით. შეიძლება ბევრი ვერაფერვე დაგეხმაროთ, მაგრამ ვეცდები რომ რაღაცებში დაგეხმაროთ. აქედან გამომდინარე მე მინდა დღეს პირველი გვარი რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ ეს არის ბოჭორიძეების ბოჭორაძეების გვარი რომელიც საკმაოდ ძველი გვარია და ჩემი აზრით ეს გვარი ბოჭორიშვილები და ბოჭორიძეები ერთი წარმოშობა აქვს ალბათ ერთი ისა აქვს აქ მაგას შეიძლება წარმოშობაც ერთი კონდეს მაგრამ შემდეგ განვითარების ეტაპზე ესე იგი სხვადასხვა დროს ესე იგი ამ გვარმა განიცადა ესე იგი ბოჭორიშვილმა და ბოჭორიძე უფრო ძველი გვარია ძე საერთოდ ძე დაბოლოება არის უფრო ძველი ვიდრე დაუშვათ ბოჭორიშვილი და აქედან გამომდინარე ბოჭორიძეებს განვიხილავთ დღეს უფრო ძირითადად და ბოჭორიძეებზე მინდა რომ გელაპარაკოთ გასაუბროთ იონო ბატონიშვილს აქვს ეს გვარი მოხსენიებული და მინდა ციტირება გავაკეთო ამ თლიანად იონო ბატონიშვილის სიტყვების ამათი წინაპარნი არიან იმერეც აზნაურნი და რომელიმე მოვიდნენ ამათი გვარნი დროსა არჩილ მეფისასა 1698 წელსა და დაესახლნენ ქართლსა და მუნიდან იწოდებიან ბოჭორის შვილებად. გვარნი ამათნი რომელიმე სახლობენ იმერეთს, რომელიმე ქართლს და ესენი არიან მოხსენებული ტრაქტატსა შინა მეფესა ირაკლისაგან. ეს არის იონა ბატონიშვილის ცნობაა ამ ბოჭორიძეების შესახებ. ჩვენაც მოვიძიეთ ამ გვარის შესახებ ყველაზე ძველი ისტორიული ცნობა 1698 წლის შემდეგ არის 1706 წლის ერთ-ერთი საბუთია სვეცხოვლის საეკლესიო აზნაურთა სიაში მოხსენებულია ბოჭორიძე ბერი. შემდეგ ესე იგი 1725 წლის 3 ივლისის განჩინებაში რამაზეშვილის განჩინებაში სასწრაფო საქმეზე აქაც ციტირებას გავაკეთებ ამას წინათ აბაშიძის ვახუშტის აზნაურიშვილი ბოჭორაძე ზალ ფცა სამსახურზე ყოფილიყო რამაზიშვილი საქვია და ლევან რიკაძის ყმას შემოგტომოდაო. ესე აქედანაც იყო რომ ეს გვარი იყო აზნაურული გვარი იყო. 1772 წლის 8 ივლისის განჩინებაში როსტომ თუხარელისა და ბერი ბოჭორაძის
საესხო სიგელზე. როგორც ჩანს, ეს სახელი ბერი ამ გვარში არის ისტორიული სახელია, ანუ საგვარეულო სახელია, იმიტომ რამოდენიმეჯერ მეორდება ბერი ბოჭორაძე, რამოდენიმეჯერ შეხვდა უკვე 100 წლის ინტერვალში, სადაც 3-ჯერ თუ 4-ჯერ შეხვდა. ანუ ესე იგი საგვარეულო სახელად შეიძლება მივიჩნიოთ სახელი ბერი. აქ წერია ბოჭორაძის სასხოს საქმეზე. წმინდის სვეცხოვლის აზნაუნიშვილი, როსტომ თუხარელი და ბოჭორაძე ბერი თავიანთ ნებაყოფლობით სახლკაცებად შეყრილიყვნენ და მერმე რომელსამე ხანის უკან ერთმანეთში ლაპარაკი მოსვლოდათ ერთმანეთთან მოშორება მოუნდომებიათო. ესე იგი როგორც ჩანს დაუმოყრნენ ერთმანეთს. ეს თუხარელები და ბოჭორაძეები, რომლებიც ორივენი იყვნენ მცხეთიშვილები, ანუ მცხეთის საქმის აზნაურები იყვნენ და შემდეგ რაღაცა კონფლიქტის გამო ერთმანეთს დაშორდნენ. ცხოვრებისეული ის არის, რა ქვია მაგას და რაღაცა ეთყობა მათ შორის რაღაც განხეთქილებას ქონდა ადგილი. ამასთანავე მე მინდა ესე იგი ბოჭორიშვილების განვიხილო, ეს ბოჭორიშვილებიც ესე იგი ამათგან განსხვავებით, ბოჭორაძეებისგან განსხვავებით იყვნენ გლეხები იყვნენ რაჭაში და გლეხები იყვნენ იმაშიც, რა ქვია, იმერეთშიც. რამოდენიმე სოფელია, სადაც ესე იგი დასახელებულები არიან იმაში, რა ქვია, ბოჭორიშვილები, თხმორში სახელმწიფო გლეხები იყვნენ, იწაში სახელმწიფო გლეხები იყვნენ, ოში სახელმწიფო გლეხები და მოკლედ რა ჩამოწერილია იმერეთშიც, ესე იგი გურნაში, დაბაძველში, დიმში, ვანში, მხოლოდ მუხურაში იყვნენ სასულიერო წოდების წარმომადგენლები. ანუ ესე იგი ბოჭორაძეები და ბოჭორიშვილები შეიძლება წარმომავლობა ერთი ქონდეთ, მაგრამ შემდეგ ისტორიის სარბიელზე სხვადასხვა განვითარება მიეცა ამ გვარს. ბოჭორიშვილები რატომღაც დაკნინდნენ, ბოჭორაძეები ისევ აზნაურები გახდნენ და შეინარჩუნეს ეს თავიანთი აზნაურობა. შემდეგ ესე იგი გითხრათ, ესე იგი ეს გვარი ამ გვარის წარმომავლობა, ესე იგი ბოჭორიშვილების საერთოდ 6075 სული ცხოვრობს დღეს საქართველოში. აქედან ბოჭორაძეები საკმაოდ ცოტანი არიან დღეს სამწუხაროდ და სამეგრელოშიც კი ცხოვრობდნენ. ესენი მე-17 საუკუნეში დასტურდება ბოჭორაძეების გვარის არსებობა სამეგრელოში და ბოჭორა ნიშნავს ჭრელს ნიშნავს. ამ გვარიდან საკმაოდ ბევრი სასულიერო პირი არის წამოსული, 7 სასულიერო პირი არის ბოჭორიძეებიდან წამოსული და 26 არის ბოჭორიშვილებიდან. ანუ ესე იგი ამ გვარს საკმაოდ საინტერესო ისტორია გააჩნია და საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ თავიანთი წარმომავლობით და თავიანთი იმ წვლილით, რაც შეიტანეს მათ, ესე იგი საქართველოს აღშენებლობაში და საქართველოს განვითარებაში. ამიტომ გაუმარჯოს ყველა ბოჭორიშვილს და ყველა ბოჭორაძეს და რა ვიცი, აბა ღმერთმა გიამაყო თავი თქვენი გვარით, საკუთარი გვარით, იმიტომ საკმაოდ კარგი გვარის წარმომადგენელი ბრძანდებით. შემდეგი გვარი, რაც მე მინდა, ესე იგი, რომელიც მე მინდა გაგაცნოთ, ეს არის ჯაჯანიძეთა გვარია. ეს გვარიც საკმაოდ გავრცელებული გვარია საქართველოში. და ამ გვართან დაკავშირებით არის რამოდენიმე ვარიანტია. ძირითადად არის ესე გვარში შემორჩენილი გადმოცემები არის და ამ გვარში შემორჩენილი გადმოცემებთან დაკავშირებით მინდა 1-2 სიტყვა გითხრათ. ჯაჯანიძე გავრცელებული გვარია ჭიათურის რაიონში, ასევე გურიაშიც არსებობს ეს გვარი და ჯაჯანა ჩვენი აზრით შეიძლება ვცდებოდეთ, მაგრამ ჯაჯანა ჩვენ გონია, ესე იგი ძველი ქართული სახელი უქონია და სახელიდან წარმოებული, ანუ ეპონიმური გვარი გონია, მაგრამ ამავე დროს ჯაჯა ფრინველის სახელიც არის და ესე იგი გურიაში და სამეგრელოში ჯაჯას ეძახიან იმას ქორს, ანუ ქორს ნიშნავს. გურიაში
ესე იგი ცხოვრობენ ოზურგეთის რაიონში ეს გვარი და ძირითადად ჭიათურის რაიონიდან არიან და გვარში გადმოცემული შემორჩენილი გადმოცემის თანახმად იმერეთში 200 წლის წინ გადმოვიდნენ ესე იგი იმიდან რა ქვია მაგას რაჭიდან მანამდე ცხოვრობდნენ რაჭაში და მათ მეზობლებთან უთანხმოების გამო ესე იგი რაღაც ეთყობა მოვიდათ რაღაცა და ერთმანეთში ბრძოლა მოვიდა და ფაქტურად ამოწყდნენ საერთოდ და ერთი ადამიანი გადაურჩა ამ ყველაფერს და გამოიქცა თავი შეაფარა ესე იგი იმერეთს და მე მინდა ახლა ინტერნეტში მოძიებული ერთ-ერთი საბუთი მინდა წარმოგიდგინოთ ამ გვარის ესე იგი ვერსია რომელიც გვარში არის შემორჩენილი სახით, რა ქვია, მითის სახით, ანუ ესე იგი თქმულებების სახით. გვარი ჯაჯანიძე 2 საუკუნის წინათ წარმოჩენილა იმერეთში, მაგრამ ეს გვარი ონის რაიონის სოფელ ფარახეთში ცხოვრებულან. მეზობელ გვართან მოსვლით უთანხმოება მათ ჩვენი გვარი მთლიანად გაუწყვეტიათ. შემთხვევით ერთ ფეხმძიმე ქარბზალი, რომელიც საქონლის მოსაძებნად ყოფილა მინდორში გასული, ის გადარჩენილა იმ ღამეს სოფელ მთის კალთას მრავალ ძალს შეუფარებია თავი და შქმერის მთის და საწალიკით იმერეთში სოფელ ზოდავდი მოუღწევია და გამყრელიძე შეფარებია. ესე გამყრელიძების გლეხები ყოფილან. შეუფარებია თავი და შქმერის შეუფარებია თავი. შინა მოსამსახურე დაუყვანიათ. ესე იგი გამყრელიძებს ხალი მაშინ 2-3 თვის ორსული ყოფილა შესახედავად ლამაზი ამავე ოჯახში ერთი ახალგაზრდა ვაჟი მეჯინივე ყოფილა გვარად ხუციშვილი. მას შეყვარებია ცოლობა უთხოვია 6 თვის შემდეგ შვილი შეძენიათ კეთილი კაცი ყოფილა და უთქვამს გვარი მიეცი ვისი შვილიც არისო ვაჟი დაბადებულა სახელი პირველი ქვის გიორგის დაურქმევია და გვარის მიუცია გიორგის ძე ჯაჯანს ასე დაუწყია ცხოვრება ამ ქვეყანაზე რომლის შამოვლების ყველა ამ გვარისანი ვართ მეორე შვილის ყოლია ვაჟი და მისთვის 5 შვილი გვარი მიუცია ასე რომ 5 შვილი და ჯაჯანიძები ნახევარძმები იყვნენ და ამ ორი გვარ შორის ჭიათურის რაიონის ხვაშეთის სასოფლო საბჭოში შემოვალი ზედა ჭალოვანსა ჯაჯანიძე და ვაკევის 5 შვილებს შორის ახლაც არ არის თხოვა გათხოვება თუმცა 2-3 შემთხვევა აქაც აღინიშნებაო ესე იგი ეს რას ნიშნავს ეს ძალიან კარგი ისტორიაა და ძალიან კარგი თქმულება ამ შემთხვევაში შეიძლება კონდეს საფუძველი კონდეს შესაფერის და შესაბამისი საფუძველი და ესე იგი თუ ჩვენი წინაპრები ატყუოდნენ არასოდეს და ჩვენი წინაპრები ყოველთვის თქმულებების 99% საერთოდ სრულდებოდა და ეს ასეც იყო იმიტომ რომ ზეპირი გადმოცემები ძალიან ბევრი ისტორია ვიცი ჩვენ რომელიც ემთხვევა დევანდელობა საერთოდ და ისტორიას ემთხვევა ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა იმისა რაც ესე იგი თქმულებას უნდა დაუჯეროთ ალბათ იმიტომ რომ ეს ასია რაც შეეხება ესე იგი ჯაჯანიძეების გვარს ესე იგი საკმაოდ ცნობილი გვარია და საკმაოდ კარგი გვარია იმიტომ რომ ამ გვარში ძალიან ბევრი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ასე ვთქვათ ესე იგი სასულიერო გზას დაადგა ძალიან ბევრი ადამიანი ჯაჯანიძე გიორგი დავითის ძე შტატის მღვდელი იყო 1880 წელს ფაშანი რასულარო ყვარლის შობლის მიძინების თელავის მაზრაში 1850 წელს ჯაჯანიძე ნიკოლოზი მღვდელი კურდღელაურში იყო ჯაჯანიძე ანდრია შიოზე მღვდელი ეს იყო დუშეთის რაიონში თავრანგელოს ეკლესიაში მოღვაწეობდა ჯაჯანიძე სიმონი მღვდელი საბუეში ჯაჯანიძე სიმონი დეკანოზი ესეც ცხოვრობდა მოღვაწეობდა ჯაჯანიძე გერასიმე იოსების ძე და ჯაჯანიძე კირილე ოთიაზზე აქ მე მინდა შევეხო გერმანე ბესარიოზე ჯაჯანიძეს რომელიც ქუთაისის გუბერნიაში დაიბადა 1878 წელს 1 სექტემბერს და 1924 წელს გარდაიცვალა თავისი
შეხედულებისათვის და თავისი რწმენისათვის გარდაიცვალა, კი არა გარდაიცვალა, ვიღაცები დაეხმარნენ, რომ გარდაცვლილიყო, ანუ რეპრესიები შემოყვა და 1924 წლის აჯანყებას იგი შეეწირა ქართველი სასულიერო პირი ქუთაისის დავით აღვაშენის სახელობის ტაძრის დეკანოზი 1924 წლის რეპრესიების დროს მიტროპოლიტ ნაზართან ერთად და სხვა მღვდლებთან ერთად დახვრიტეს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლობა ქუთაისის ახლოს საფიჩქის ტყეში 1995 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მოწამედ შერაცხა საბჭოთა ტერორმა იმსხვრობა ასევე დაკანოზი გერმანეს შვილი ემიგრაციიდან დაბრუნებული ინჟინერ მიხეილ ჯაჯანიძე ეს რამხელა ტრაგედია ერთი ოჯახისთვის რომ ესე იგი ერთი ოჯახიდან ორი ადამიანი შეეწირა ამ რაღაცა უაზრო ესე იგი ტერორს რომელიც 20-30 წლებში ესე იგი განხორციელდა საქართველოში და ეს არის ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ჩვენ რა ვიცი, აბა ქართველები ისედაც ცოტანი ვარ და ერთმანეთს თუ ასე დაუპირისპირდა და ერთმანეთს თუ დავხოცე და ამოხოცე და ის იყო ძალიან დიდი მაგალითი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ რეპრესიებს და ძალიან ბევრი ადამიანი, ესე იგი ის ხალხი, ის ნაღები ადამიანები, ის ელიტა, რომელსაც უნდა შეექმნა და რომელზეც უნდა გვესწორებინა ჩვენ და აგვეწყო ნაბიჯები, სამწუხაროდ შეეწირა იმ რეპრესიებს, რაც განახორციელეს მაშინ. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, არ გვწერია ყველას. აღარ გვინდა. ეხლა დღეს ისეთი ტენდენცია არის, რომ ძალიან დიდ საშიშროებას ვხედავ. ესეც ახლა არ გამომედავე და არ შემეკამათოთ, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრია და თუ არ იზიარებ, შენახე შენი აზრი შენახე, შენთვის არ მაინტერესებს შენი აზრი, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. რაც ხდებოდა 20 წლებში, აი ეს ღვთის გმობელთა კავშირები რო იყო და ღვთის უარყოფილი კავშირები რო იყო და რომ დაძდებდნენ მართლმადიდებლობას და დაძდებდნენ მღვდლებს, იგივე ხო არ მეორდება დღეს. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, ძალიან ცუდ რაღაცას არ მინდა ეგეთი რაღაცა. მე არ მინდა პირადად და მე არ ვითანხმები ამ ყველაფერს და შენი აზრი გაქვს და როგორც გინესი გააკეთებ. მე მინდა ამას წინათ კიდე ერთმა გვარის წარმომადგენელმა მინაშვილებმა მოგწერეს. აინტერესებდა თავიანთი გვარის ისტორია და მოკლედ იმას ვქენით, რა ქვია ეს მოვიძიეთ ყველაფერი და რაც მოვიძიეთ, ეხლა გაგაცნობთ. მინაშვილი ეპონიმური გვარსახელია. პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ განეკუთვნება მე-15 საუკუნეს, კერძოდ 1460 წელს. მინაშვილისგან ნაყიდი ვენახი, რომელიც ადრე სუბათ ურდუელიშვილს ეკუთვნოდა, გიორგი მეფემ დაუმტკიცა ვირშელ ზუადიშვილს. ესე მინაშვილი თამაზ 1883 წლის საბუთით მოწმეა, ესე იგი მამჩარ ყორღანაშვილის მიერ ვახტანგ ბარათაშვილის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა 1460 წელს იგივე მინდა გავიმეორო, ესე იგი აქედან რა ჩანს პირველი საბუთიდან ის ჩანს, რომ ესე იგი ამ მინაშვილს ქონია სასახლე სასახლე რომელიც ესე იგი შემდეგ შეუწყიდია ესე იგი იმას აქვია მაგას აგვარია ურდუელიშვილს და ესე იგი შეწყდის შემდეგ დაუმტკიცა სულ იმას რა ქვია მაგას მეფე გიორგი მე-9-ემ დაუმტკიცა, ანუ ესე იგი რაღაცის გამო ესე იგი მინაშვილს დაჭირდა ამ სასახლის გაყიდვა და მოკლედ ეს თავარი ის არის რომ მინაშვილს სასახლე ჰქონდა და როგორც ჩანს არც თუ ისე დაბალი წოდების წარმომადგენელი იყო, იმიტომ სასახლე არ შეიძლება ჰქონდეს ესე იგი გლეხს, მაგრამ შემდეგ ესე იგი მინაშვილი და მინაშვილი და მინაძე შეიძლება სხვა გვარებია, შეიძლება ერთი და იგივე წარმომავლობის გვარია, მაგრამ ნუ მაინც მინაშვილები იმერეთში ესე იგი გლეხებად ჩანან, არ ჩანან დავუშვათ ისეთ დიდი წარმომადგენლად, აქ აზნაურული გვარის ან დაწინაურული გვარის წარმომადგენლად, აგე ტობანიერში, შუამთაში, ზეკარში, შუბაში და წითელხევში, რაც ჩვენ მოვიძიეთ, ესე იგი საეკლესიო და საბატონო გლეხები იყვნენ ამ გვარის წარმომადგენელი და მესამე გვარი, მეოთხე გვარი, რაც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის ბედოშვილების გვარი, აქაც ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ამ გვარის შესახებ და რაც მაქვს, ის მინდა წარმოგიჩინოთ და არ მინდა რომ ესე იგი
ვინმე ადამიანი დავწყვიტოთ ესე გულადკენი. ბედოშვილი ერთ-ერთი ძიძველი ქართული გვარია, იგი მომდინარეობს მამაკაცის ძველი ქართული სახელიდან ბედო, რაც მნიშვნელობით ბედს, ყისმაც უკავშირდება ამ ონომასტიკიდან არ მარტო მთიულეთში, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებში წარმოიშვა მსგავსი გვარები, მაგალითად რაჭაში ბედუკაძე, სამეგრელოში ბედია, გურიაში ბედინეიშვილი, იმერეთში ბედიანიძე, აჭარაში ბედოშვილი, კახეთში ბედიაშვილი იყო და არსებობს ამავე ნიშნობის ქალის სახელი საბედო. ბედოშვილი თავისი ძველი გვარის ფორმატით აშკარად მეტყველებს წარმოშობის სიძველეს და მიანიშნებს ეროვნულ პიროვნების სახელად ბედოს დიდი სახლის მშვილობას, ანუ წარმომადგენლობას ნიშნავს. ბედოშვილები საქართველოში ოდნავ ცალობდნენ არაგვის ხეობაში, ლომისის ყმები იყო და ცხოვრობდნენ, ესე იგი, მთიანეთში. პირველი ისტორიული წყარო ამ ცნობა ამ გვარის შესახებ და ერთადერთი მე მგონი სხვა ჩვენ ვერ მოვიძიეთ სამწუხაროდ განეკუთვნება მე-17 საუკუნის შეწრილობის წიგნში მოხსენებულია გიორგი ბედოშვილი ანანურის ცხოვრები. იგი ბაინდურ არაგვის ერისთავას შეეცადა ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიას. აი ეს არის ის გვარები, რომლებიც მინდოდა წარმომედგინა თქვენთვის, რამდენად საინტერესო იყო და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, ეს თქვენთვის მომიდვია. რა ვიცი, აბა მე ვცდილობ, არა მარტო მე, აი მალე ბატონი ვალერიტში შემოგვიერთება და უფრო საინტერესოს გავხდით ალბათ ამ ყველაფერს. ჩვენ ამ წლის დასასრულამდე დაგვჭა მხოლოდ ერთი გადაცემა და იმ ერთ გადაცემაში ნამდვილად არ გელაპარაკებით გვარებზე და მინდა უბრალოდ შემაჯამებელი გადაცემა გავაკეთო, რა მოგცა ერთმა წელმა. რასთან გვაქვს საქმე და დასკვნები გამოვიტაროთ ამ ყველაფერთან და მომავალი დავგეგმოთ. ანუ მომავალი წლის, ესე იგი, გეგმებზე და იმაზე გესაუბროთ. აი ამეთი ამოიწურება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე მაპატიეთ ხანდახან ცოტა ფიცხი ადამიანი ვარ, შეიძლება ეს არ იყოს კარგი ზოგ შემთხვევაში. მე არ მიყვარს, თორსა მე თითოეულ თქვენ შეგიძლიათ ჩემი Facebook გვერდი ნახოთ და იქ დაწუნდებით, რომ არავის არასოდეს არ ვაკრიტიკებ. არავის არასოდეს არ დავცინი, არასოდეს არ ვუწოდებ რაღაცისკენ. მე მაქვს ჩემი აზრი და მინდა იმ ჩემს აზრზე, ესე იგი, ვიყო მე პირადად და თუ თქვენ იზიარებთ, თუ თქვენ გაიზიარებთ ჩემს აზრს, ჩემთვის სასიამოვნო იქნება. არავითარ შემთხვევაში მე არ გეხები თქვენ, არ ვეხები თქვენს პირად აზრებს, თქვენს არ გახვევთ ჩემს აზრს და თქვენც ძალიან გთხოვთ პატივი ეცით. მე პატივს ვცემ თითოეულ თქვენგანის აზრს და თქვენს ძალიან გთხოვთ პატივი ეცით ჩემს აზრს. თქვენ რაც არ უნდა თქვათ, მე ესე იგი თქვენ შეხედულებაა ესა და მე რა უფლება მაქვს გაგაკრიტიკოთ. გავის ღმერთმა მშვიდობაში მოგახარო თქვენი აზრი, მე ჩემი აზრი მაქვს. აქედან გამომდინარე შეიძლება ხანდახან ცხარდები, მაგრამ ის მეორე წუთს უცებ მავიწყდება ხოლმე და აღარ მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ ვინ რა წენა მომაყენა. ასე რომ მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ძალიან ბევრს თქვენგანს, თუ დავუშვათ ჩემი ამ რაღაც ცოტა მწვავე ლაპარაკი და გამოსვით, გული გატკინეთ. და მომავალ შეხვედრამდე და მინდა მომავალი გადაცემები უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე დავუშვათ ჩვენი გადაცემები და ერთს გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ და მე გამოიწეროთ ჩვენი არხი. ჩვენი არხი არის YouTube არხია, საქართველოს სამეფო კლუბი, ჩვენ მონარქისტები ვართ, ჩვენი შეხედულებით და ჩვენ სახალხო კონსტიტუციურ მონარქიას უჭერთ მხარს და გვინდა რომ საქართველოში დამყარდეს სახალხო კონსტიტუციური მონარქია. აქედან გამომდინარე სამეფო კლუბის არხი ვართ, სამეფო კლუბიც არის სახალხო მონარქიის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასე ვთქვათ და გამავრცელებელი და ჩვენი სწორედ ეს გადაცემებიც რაღაც მითი სწორედ ამას ემსახურება ყველაფერს. თუ გაინტერესებთ თქვენ აი ესეთი
რაღაცეები შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, საქართველოს საერთო კლუბის არხი, ლევან ბერაიას საავტორო გადაცემა და თუ გამოიწერთ, უფრო მეტი ჩართულობა გვექნება ერთმანეთთან და უფრო მეტი დიალოგის საკითხი, თქო დიალოგის, კონსტრუქციული დიალოგის და არა ლაძვაგინების, ამას ხაზი მინდა გავუსვათ, რომ ლაძვაგინებით უპასუხებ და კონსტრუქციულ დიალოგის რეჟიმში გავცემთ პასუხს და ავიცი. ვითანამშრომლობთ. ძალიან დიდი მადლობა, კარგად გზანდებოდეთ. 3000 წელს მეტი გიცხოვრიან როგორცერსა ებსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ებსა